სხეულების შეხება ამ ყველაფრის განსა ოქსიტოცინის სხეულების შეხება ყველაზე დიდი кайფი ხალხო შეიძლება ადამიანს აერიოს ოქსიტოცინის ჰორმონის სიყვარულში ვანცა პირველად რაც შეიძლება კაცმა გააკეთოს ეს არის მეგობრობა რა ანუ ურთიერთგაგება არის პირველი მთავარი ნაწილი მერე ფინანსურად რა თქმა უნდა იმიტომ რომ ფული აუცილებელი არის ჩვენი არსებობის არა არ გატეხა ვანცა მომისმინე აი უბრალოდ ფინანსების გარეშე სიყვარული მართლა ხრება იმიტომ რომ შავე ვერ გავიგე 21 საუკუნეში კაც რო უყურებ ხელებში ეგ ლოგიკა ვერ გავიგე 21 საუკუნეში კაც რატომ უნდა უყურო ხელებში დადი და იმუშაო გარეგნობა შენ არა გაქვს იდეალური სიმაღლე შენ განათლება შენ არა გაქვს კიდე კაცი გინდა ფულიანი ეგრე არ ხდება ასე თუ არ საერთოდ თავის თემას ლაპარაკობს ეთყობა თვითონ რაც აწუხებს აი მაგას აი ამ ადამიანს მაგათა ძალიან დიდი ინტერესი აქვს ფულიანი ქალების ხო და ჩემზე გადმოაქვს ეს ანუ მე მაინტერესებს ფულიანი კაცი იმიტომ რომ მე ვარ უსაქმური ხო შენ საქმიანი ხარ შენ თვითონაც უსაქმური ხარ ნაზღაიძე და გაჩვენე შენ ეძებ ფულიან ქალს რომელსაც გინდა რომ შენ თვითონ შეგავსოს მატერიალურად ხო დაასრულე არა ბებრებზე შენი სტატია მაქვს დაკითხული როცა სადაც წერდი მე 2000 ლარს ვიღებო თუ რაღაცა სექსიო ხო ეს მე არ მომიგონი ეს შენ თვითონ თქვი გენაცვალე ასე რომ შენ სიტყვას მე ვესწორი იცი რა არის შავ ამ ადამიანთან არანაირი არაფერი არ მაქვს ამასთან გასაგები გიორგი უპასუხე ესეთი რამე არ უთქვამს გიორგის არასოდეს უპასუხე რა თქო სტატია დაიწერა ეს იყო ჟურნალისტის მე არ მაინტერესებს მე ვისი რა კითხვა იყო მე ვეუბნები რაც იყო და აი გაჩუნდი ეს იყო გია ჟურნალისტის კითხვა რომელზეც მე გავეცი პასუხი უბრალოდ ვის რა აინტერესებს ცხოვრებაში და მეორე გვანცა ხო გვანცა ჯერ უნდა იყო ქალი და შემდგომ უნდა ისაუბრო ქალურ მდგომარეობაში. და მე უნდა ისაუბრო ქალებზე, გასაგებია? ძალიან ხშირად გამოსულ ხარ შოუში. ძალიან ბევრი ტყუილი გითქვამს. ძალიან ბევრი რაღაც გააკეთე რომ გაახდე არა. ბევრი რამე გააკეთე რომ გავხდე რა, პოპულარული. ნახდათ აი საერთოდ რა არის საქართველოში პოპულარობა? ვის უნდა უნდოდეს საქართველოში პოპულარობა, სადაც არც აი შეგიძლია მარტო დადგა შოუ და აქ არ არსებობს ბიზნესი. რადგინა პოპულარობა თუ შენ რაღაცას შოუს დგავ და იქიდან არ გაქვს არანაირი ბიზნესი, ხო? აი რა საჭიროა, როცა დადგა რაღაცა შოუ დადგა. ბაყუძე აქ ამაზე. შოუ ბიზნესია საუბარი გააჩნია რა. ფული არ კეთდება, იქ რა არის ერთი გამარკვია. მე ფულზე იმაზე არ ვსაუბრობ სიტყვაზე, ვიღაცა აი ამას მაგალითად რო გამოაცხადა სტატიაში, ფულს ავიღებ სექსის სამსო. მე მაგაზე არ ვსაუბრობ. ჩემს სტატიებს კითხულობ მაგრად. თქვენ მე ვიცი რომ მეგობრები იყავით და რა დაგემართოთ? ამის მეგობარი მე, კაი რა, დამცინი ღმერთმა დამიფარს. გია, რითი გავამყაროთ ოჯახები? არ გინდა რომ დასვა ეს კითხვა. აი ძალიან კარგი. მაია, ჩემო კარგო. ნახე გეტყვი ერთ რამეს. მე დარწმუნებული ვარ. ოჯახი რა გავამყარო, ამიტომ რა შენ ჩემი ხო შვილობილი ხარ. ბევრი ცემენტი უნდა შეიძინო და გაჯი.